მოგესალმებით, ვაგრძელებთ თემას ისევ ტრანსფორმაციის გზა და გიზიარებთ პრაქტიკულ მაგალითებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს იმისთვის, რომ მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა შევცვალოთ ჩვენი ახლანდელი დამოკიდებულება უკეთესობისაკენ. ყოველ დღე გავიზარდოთ, მოვიშოროთ მავნე-ჩვევები და გავიზიაროთ კარგი ინფორმაციები, რათა მივიღოთ სარგებელი საკუთარი თავისთვის. ტრანსფორმაციის გზა ხშირად გამოიყენება როგორც განვითარების პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლილებებისაკენ. ეს შეიძლება იყოს აზროვნების, ემოციების ან ჩვევების ტრანსფორმაცია, ძირითადად რაც გვაწუხებს ადამიანებს, რასაც ვერ ვიშორებთ, მაგრამ ამას არ ვსაუბრობთ, ამაზე არ ვლაპარაკობთ და ასე შემდეგ. თუმცა ეს ჩვენ სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის. და დავიწყოთ პრაქტიკული სავარჯიშოებით ტრანსფორმაციის გზისთვის. პირველი, ნეგატიური აზრის გარდაქმნა. ჩაიწერეთ ერთი ნეგატიური ფიქრი, რომელიც ხშირად გიტრიალებს თავში და ვერ იცილებ. და გვერდით მიუწერეთ ამას ტრანსფორმაციული პოზიტიური ვერსია, მაგალითად არ მყოფნის ცოდნა. და მიუწერეთ ასეთი რაღაც, რომ ყოველ დღე ვსწავლობ და წინ მივდივარ. მაგალითად, ჩემი ცხოვრება არ მიდის კარგად, სულ რაღაც დაბრკოლებები მხვდება. გვერდით მიუწერეთ, მე ყოველთვის ვიზრდები, რათა გადავლახო ყველა არსებული პრობლემა. მეორე საკითხი, პერსპექტივის შეცვლა. აირჩი ერთი პრობლემა აქედან და უსვი საკუთარ თავს კითხვა, როგორ დაინახავდი ამას პატარა ბავშვი რო ყოფილიყავი? როგორ დაინახავდა ამას შენი საუკეთესო მეგობარი? როგორ აღიქვამს ამას ადამიანი, ვინც უკვე გახდა ვინც უკვე გადალახა მსგავსი პრობლემა? და შემდეგ უკვე მიხვდები, იპოვი გზას ამ პრობლემას, ეს პრობლემა როგორ უნდა მოაგვარო ამ შემთხვევაში. გადავიდეთ მესამე სავარჯიშოზე, სიტუაცია რეფრეიმინგი. ფურცელზე დაწერეთ ყველაზე რთული სიტუაცია, რაც გაქვთ და მას დაუწერეთ 3 კარგი მხარე, რის გამოც შეცვლიდით ამ ცუდ სიტუაციას. მაგალითად, სამსახურში კრიტიკა მივიღე. და აქედან 3 კარგი მხარე დაუწეროთ ამას ქვემოთ. ვიგრძენი რა გავაუმჯობესო. პირველი, მეორე, ვნახე რომ სხვებს ჩემი საქმე ადარდებთ. მესამე, ეს შანსია გავიზარდო და უკვე ეს ცუდი მხარე, ეს ცუდი სიტუაცია და მძიმე სიტუაცია, რაც შენ დისკომფორტს გიქმნის, უკვე სხვანაირად იცვლება და ყალიბდება. და ისეთ ნაბიჯებს დგავ შენ თვითონვე, რომ სიტუაცია და ადამიანები შენთვის სასარგებლოდ იცვლიან აზრს. და მეოთხე, ჩვევების პატარა ტრანსფორმაცია. აირჩიე ერთი ყოველდღიური ჩვევა, რაც აღარ გინდა რომ გქონდეს და გრძნობ, რომ ის შენთვის არის ძალიან ცუდი და მიუღებელი, მაგალითად სოციალურ ქსელში შესვლა, ხო? იპოვე პატარა ნაბიჯი ტრანსფორმაციისაკენ, რითიც ამ ცუდ ჩვევას, მავნე ჩვევას დაივიწყებ, ასე ვთქვათ, და კარგით ჩაანაცვლებ. გაგიზიარებთ პატარა მაგალითებს ამისთვის, რა შეიძლება გაკეთოთ, ავიღოთ როგორც ვთქვით, სოციალური ქსელი და გავაკეთოთ დაკვირვება. ერთი დღის განმავლობაში უბრალოდ დავაფიქსიროთ, რამდენი ჯერ გვიწევს შესვლა და რომ შევდივართ, რამდენი ხანი ვართ, ვთქვათ, იმ სოციალურ ქსელზე და რამდენი ხნით ვსარგებლოთ და პატარა შეზღუდვა დაუწესოთ ამით საკუთარ თავს და როცა ხელში გვინდა რომ ტელეფონი ავიღოთ, 3 წუთი გავაკეთოთ სუნთქვითი ვარჯიშები. ღრმად ჩავისუნთქოთ, დავლიოთ წყალი და გავხსნათ, გადავშალოთ წიგნი და წავიკითხოთ თუნდაც ერთი გვერდი. და ამქედან სარგებლის დანახვა ყოველი მოკლე წინააღმდეგობა იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში არ შევიდეთ, ხო? ჩვენ გვიძლიერდება ნებისყოფა.
იმიტომ რომ იმ ჩვენ ცუდ ჩვევას ვანაცვლებთ ჯანსაღი ინფორმაციებით. ვიღებთ სუნთქვით ვარჯიშებს, ვსვავთ წყალს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ვკითხულობთ წიგნს, რასაც იქიდან უფრო მეტ ჯანსაღ ინფორმაციას ვიგებთ და აი ეს არის სარგებლის ნახვა. და პოზიტიური ტრანსფორმაცია ნაცვლად იმისა, რომ ჩავთვალო, რომ ვუკრძალავ ჩემ თავს, უბრალოდ ვთქვათ, რომ მე ვირჩევ ჩემი დრო უფრო ღირებული საქმეებისთვის გამოვიყენო და არ დავკარგო დრო, თუნდაც სოციალურ ქსელში ყოფნით. და უფრო ჯანსაღი ინფორმაციებისთვის გამოვიყენო, რაც მე სარგებელს მომიტანს. და არ იყოს ჩემი დრო დაკარგული, რაც ყველაზე ძვირფასი გაგვაჩნია ცხოვრებაში. ეს არის დრო. ხო, აი ეს მცირე მაგალითები შეგიძლიათ გამოიყენოთ, ყოველდღე იმუშაოთ და მე ახლა ლექციის ბოლოს გაგიზიარებთ პატარა მინი პროგრამას, ტრანსფორმაციის პროგრამას და დავიწყოთ ესე. 7 დღე გავაკეთოთ ეს პროგრამა. 1 დღე ნეგატიური აზრის გარდაქმნა. ჩავწეროთ 1 ნეგატიური აზრი, რომელიც ყველაზე ხშირად მოგვდის თავში და გვერდით დაუწეროთ მისი პოზიტიური ვერსია. შემდეგ მეორე დღეს გავაკეთოთ პერსპექტივის შეცვლა. ავიღოთ მეორე დღეს აირჩიე ერთი პრობლემა, დაუსვი საკუთარ თავს კითხვა, როგორ დაინახავ და ამას ჩემი საუკეთესო მეგობარი და როგორ დაინახავ და ვინც ეს პრობლემა უკვე გადალახა. და ეს გავაკეთოთ მეორე დღეს. მესამე დღეს გავაკეთოთ რეფრეიმინგი, მოიგონებ ბოლო ყველაზე რთული სიტუაცია, რაც კი გქონდა, მოძებნე მასში 3 კარგი მხარე და დაწერე. და მეოთხე დღეს სოციალური ჩვევების ტრანსფორმაცია, სანამ სოციალურ ქსელში შეხვალ, 1 წუთით ღრმად ჩაისუნთქე, როგორც თქვით, და შემდეგ გადაწყვიტე, ნამდვილად გინდა შესვლა თუ უბრალოდ ჩვევა იყო. და მეხუთე დღეს ემოციის ტრანსფორმაცია, მოძრაობით. როცა იგრძნობ დაღლილობას ან სტრესს, გააკეთე ხელების გაშლა, ღრმად ჩაისუნთქე, ერთი ნაბიჯი წინ გადადგი და წარმოიდგინე, რომ სტრესის სხეულიდან გასულია უკვე. აი ეს არის ყველაზე დიდი საშუალება, რომ განთავისუფლდე სტრესისგან. ეს გააკეთეთ მეხუთე დღეს და მეექვსე დღეს მადლიერების ტრანსფორმაცია გააკეთეთ, ჩაიწერეთ 3 პატარა რამ, რისთვისაც მადლიერი ხარ. ამ დღეს ეს ნეგატიურ ფიქრებს შეგიმსუბუქებს მაქსიმალურად და არის ყველაზე საუკეთესო სავარჯიშო, ნეგატიურ ფიქრებს მაქსიმალურად შეამცირებს და გაანეიტრალებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავარჯიშო ტრანსფორმაციის გზის პოვნასთან დაკავშირებით და მე-7 დღე შენი გზის შემოწმება. რა გაიარე წინა დღეებში და როგორ გადალახე ეს ყველაფერი. გადახედე შენს განვლილ 6 დღეს და რა შეიცვალა შენში. ამ პატარა ნაბიჯებმა რა შეცვალა. ჩაწერე ერთი სიტყვით, რომლებიც ამ კვირის ტრანსფორმაციის გზას აგიღწევს და რა სარგებლობა მოგიტანა ამან და როგორ შეცვალა შენი დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სავარჯიშო, არის ძალიან პატარა მინი პროგრამა, მაგრამ საკმაოდ ეფექტურუნარიანი და გახსოვდეთ, რომ ტრანსფორმაციის გზა ძალიან რთულია, მაგრამ ფასდაუდებელია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენი შინაგანი უარყოფითი ფიქრების და საკითხების შესამცირებლად და პოზიტიური ფიქრების მისაღებად აუმჯობესებ შენ შინაგან მდგომარეობას, ხარ მაქსიმალურად დაცული ყველა ნეგატიური აზრისგან და ინარჩუნებ შენს ღირებულებებს, მიდიხარ წინ და
უკვე შენს გარშემო ადამიანებიც ცვლიან დამოკიდებულებას. ისინი